თარგმანება იმათეს სახარებისა ითავილა. სიტყვაი ესე, და ვითარცა იგი ამას ეთყო და მათ, მაშინ მოუხვდა მას მთავარი ერთი, თაყვანის სცემდა მას და ეთყო და ვითარმედ, ასული ჩემი აწყა აღესრულა, არამედ მოვედ დასდევ ხელი შენი და ცხონდეს. და აღდგა იესო და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მისთანა 9:18. ეწია საქმე სიტყვათა, რაითა უმეტესად პირი დაეყოს ფარისეველთა, რამე თუ კაცი იგი შესაკრებელთ მთავარი იყო და გლოვა მისი დიდი იყო, რამე თუ შვილი იგი მხოლოდ შობილი იყო 12 წლისაი, რომელესე უმეტესისა გლოისა მიზეზი იყო ჰასაკისა მისთვის იჭაბუკისა მისისა. ამისთვისცა გარდამატებული რა იხილა გლოაი მათი უფალმან, მეხსეულად აღდგა და შეუდგა მას. ხოლო ლუკა ესრეთ იტყვის ვითარმედ მოკუდებოდაო, ოდეს მთავარი იგი მოვიდა და მერმე მოვიდეს და hrქვესო ვითარმედ, ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღვარსა. ლუკა 8:49, ხოლო აქა იტყვის მათე ვითარმედ, თაყვანის სცემდა მთავარი იგი და ეთყო და, ასული ჩემი აწყა აღესრულა. ვითარ არს ესე? გარნა ესრეთ გულისხმა ჰყავთ, დაუტევა მან ასული თვისი უკუანა ისკნელთა აღმოფშვინვათა შინა და მოუხვდა რა იესოს, hrქვა ვითარმედ, აწაღესრულა. იჩვით თქვა, რამე თუ ვინაიდან ესრეთ აღსასრულსაზე და დაეტევა, იტყო და ვითარმედ აც მომკვდარიყოს, რაითა უმეტესად შეასწრაფოს უფალსა. ხოლო იხილეს სიზრქე გონებისა მისისაი, ვითარ ეთყვის უფალსა, მოედო და დასდევ ხელი შენი. ფრიად შორს იყო სიბრძნისა მისგან და სარწმუნოებისა ასის თავისა მის, რომელმან hrქვა, სიტყვით ხოლო თქურ და განიკურნოს მონა იგი ჩემი. მათე 8 რამე თუ ზრქელნი გონებითა ხილულთაცა საქმეთა ეძიებენ, ვითარცა ნემან ასური ეძიებდა ელისესგან დადებად მისზე და ხელისა, მეოთხე მეფეთა 5:11, ხოლო რომელსა აქუნდეს სარწმუნოება იმ მტკიცე, მას ხილულნი საქმენი არა ეხმარებიან, არამედ უხილავი hrწამს. აღდგა იესო და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მისთანა. მარკოს და ლუკა იტყვიან ვითარმედ სამნიოდენ წარიყვანა, ხოლო ესე რიცხულს არა იტყვის, გარნა მათვე ეწამების. და რაისათვის მათი არა წარიყვანა, ვითარცა ახლა წოდებული. რაითა უმეტესი სურვილი შთაუთესოს სასწაულთა მისთა ხილვად, და რამე თუ სამნი იგი უმეტესსა საზომსა იყვნეს, ამისთვის პატივს სცემდა, რაითა სხვანიცა იგი ხბაძვიდნენ სათნოებათა მათთა. ხოლო შეუდგა მას ერი მრავალი მთავრისა მისთვის მოსრულისა და სასწაულისა მის ხილვად, რამე თუ ურწმუნო იყვნეს, თუ ქმნას საქმე იგი. არამედ თავად მან არა შეუნდო ყოველთა შესვლად, რაითა ყოველსა ადგილსა გუასწაოს სიულტოლაი დიდებისაგან და ქებისა კაცთაისა. სახარებაი და აჰა ესე რა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა 12 წელ და მოუხვდა ზურგით და შეახოვფესუსა სამოსლისა მისისასა. რამე თუ იტყო და გულსათვისა, შეხოლო თუ ახო სამოსელსა მისსა ცხონდე. ხოლო იესო მიექცა იხილა იგი და hrქვა მას, ნუ გეშინინ, ასულო. სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან 9:20-22. თარგმანი, რაისათვის არა განცხადებულად მოუხვდა? ერთად რამე თუ ხრცხვენოდა ვნებისა მისთვის საყვედრელისა, მეორედ ეშინოდა, ნუ უკვე ვითარცა არაწმიდა იგარე მიაქციოს, რამე თუ შტულსა შინაფრიადისა არაწმიდებისა სახედ იტყვის სენსა ამას. ამისთვის ფარულად მიეახლა, რამე თუ არღა აქუნდა მისთვის ჯეროანი გულის სიტყვაი, რაითამცა იცოდა ვითარმედ არ არაი დაეფარვის. ხოლო ესე დედაკაცი მოვიდა უფლისა კურნებისათვის პირველ ყოველთა დედათა სასარწმუნოებითა მხურვალითა,
რამე თუ აგრძნა რაი ვითარმეთ აღდგინებად ასული სამთავრისა მის მივალს, ცნა ვითარმეთ დედათაცა სადმე ჰკურნებს და რწმენა შეურგულებელად, რამე თუ ძალუთ შეხებითა ხოლო განკურნებად. გარნა ქრისტემან გამოაცხადა გულის სიტყვა იმისი და საცნაურყო განკურნება იგი მისი ყოველთა შორის მრავლისა მიზეზისათვის. პირველად, რაითა განაქაროს შიში დედაკაცისა იმის, რაითა არა მოწიწებით იყოს ვითარმცა პარვით მიეღონ იჩი იგი. მეორედ, რაითა ცნას მან ვითარმედ არარაი დაეფარვის უფალსა. მესამედ, რაითა სხვათაცა იხილონ შეურგულებელი იგი სარწმუნოება იმისი და ჰბაძვიდნენ მას. მეოთხედ, რაითა შესაკრებელთ მთავარი იგი იჩვეული გულსავს ერყოს ვითარმედ ყოველივე ძალუც, რამე თუ იგი ცაფრიად უმეცარი იყო გონებითა და იჩვეულიყო, თუმცა უძლო ქრისტემან აღდგინებად ასულისა მისისა, უფროისად, ვინაითგან მოვიდეს სახლისა მისისაგან და hrქვეს მას, ვითარმედ, ასული შენი მოკუდა. ამისთვის ქრისტე დედაკაცისაცა ამის მიერ გულისხმავ უყოფდა, ვითარმედ ყოველივე ძალუც და მას ეტყოდა, ნუ გეშინინ, გარნაგრწმენინ და ცხონდეს იგი. ლუკა 8:40. ამათ ყოველთა მიზეზთათვის შორის შემოიყვანა დედაკაცი იგი და hrქვა მას, ნუ გეშინინ, ასულო, ვითარცა იგი პირველგან რღვეულსა მას hrქვა, ნუ გეშინინ, შვილო, რამე თუ შიშისაგან შედრწუნებული იყო დედაკაცი ამისთვის hrქვა, ნუ გეშინინ და ასულად უწოდა მას. რამე თუ სარწმუნოება მან მისმა ღირსყო იგი შვილებასა მას საღმრთოსა და მეხსეულად ქებაი სათნოებისა მისისაი წარმოთქვა, სარწმუნოება მან შენმან გაცხოვნაო. ხოლო ლუკა ამისა უმეტესსაცა გვითხრობს დედაკაცისა მისთვის, ვითარმედ, შეახო რაიფესუსა სამოსლისა მისისასა და განიკურნა, არა მეხსეულად მოუწოდა მას ქრისტემან, არამედ პირველად თქვა, ვინ შემახო მე? hrქვა პეტრე, მოძღვარ, ერი გარე მოგადგან შენ და შეგაიწრებენ და შენ იტყვი, ვინ შემახო მე? ხოლო იესო hrქვა, შევინმე მახო მე, რამე თუ მე ვცანძალი იგი, განსრული ჩემგან. შეადარე ლუკა 8:45-46, ხოლო ამას იტყოდა გონებათა მათ მიმართ ერისათა სცრქელთა და უგულისხმოთა, არა თუ იგი უმეცარიყო, თუ ვინ შეახო მას და კვალა დედაკაცისა მისთვისცა, რაითა ცნას მან ვითარმედ არარაი დაეფარა და თავით თვისით აღიაროს საქმე იგი და გამოაცხადოს მის ზედა აღსრულებული საკვირველებაი. ამისთვისცა იტყვის მახარებელი ლუკა, ვითარმედ, იხილა რაი დედაკაცმან მან რამე თუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეურდა მას და რომლისა ბრალისათვის შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა და ვითარ იგი მეხსეულად განიკურნა. ხოლო იესო hrქვა, ნუ გეშინინ, ასულო. სარწმუნოება მან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით, ლუკა 8:47-48. იხილეა, რაოდენ უაღრეს იყო დედაკაცი იგი შესაკრებელთ მთავრისა მის. არა მოუწოდა სახეთ თვისად რაღაცა თუ მდიდარი იყო ფრიად, არა უპყრა სამოსელსა მისსა, არამედ შეოდენა ახოფესუსა სამოსლისა მისისასა და უკუანა ისკნელღა თუ მოვიდა, პირველ მიიღო კურნებაი და წარვიდა. იგი მკურნალსა მას სახიერსა სახეთ თვისად უწოდა, ხოლო ამას შეხებაი ოდენ კმაეყო, რამე თუ რაღაცა თუ სნეულებითა მით შეკრულიყო, არამედ სარწმუნოებითა ბრთვანიყო. ამისთვისცა შორის შემოიყვანა და აქო იგი უფალმა და შიში მისი განუქარვა, რაითა შესაკრებელთ მთავარსაცა და სხვათა ყოველთა ასწავს ბაძვად სარწმუნოებასა მისსა და სიმართლესა თანა სხვა იცე კეთილი საგზალი მისცა და ესრეთ წარგზავნა, რამე თუ hrქვა მას. სარწმუნოება მან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით. ამისთვისცა არაუმადლო იპოვა დედაკაცი იგი, არამედ წარვიდა სახეთ თვისად და ვითარცა სიტყვაი ჭეშმარიტი მოძღვართაგან მოვალს, ვითარმედ, სახლსათვისა მან ყოველთა პირველად ხატი მაცხოვრისაი შექმნა და თაყვანისცემდა მას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა.
სახარებაი და მოვიდა სახლს სამთავრისასა და იხილა მუნგოსნები და ერიკრებული და შფოთი. და hrქუა მათ, განეშორენით, რამე თუ არა მომკვდარარს იგი, არამედ სცინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას 9, 23, 24. თარგმანი, ეჰა უგუნურება იგი და სიცოცხე მთავართა მათ. გოსნებითა და ნესტვებითა აღასრულებდეს გლოასა მას. ვის უხილავს გლოაინ გოსნებითა? არამედ ესე საქმე იყო უგუნურებისა მათ მთავართაისა და ფრიადისა მის უგულისხმოებისა. ხოლო ქრისტემანერი იგი უწესოებისა მოქმედი განასხა მიერ და არავინ შეიყვანა მის თანასახლსა მას, გარნა თავნი იგი მოწაფეთანი და მამაი და დედა იყრმისა იმის, რაითა არა თქვან, ნუ უკვე სხვამან ვინმე ხოკურნება იგი და არა უფალმან. ამისთვის მშობელნი მისნი წარიყვანა. ხოლო პირველ აღდგომისაცა იტყო და, ნუ სტირთ რამე თუ ყრმა იგი არა მომკვდარარს, არამედ სცინავს. აჩვენებს ამით სიტყვითა ვითარმედ ესრეთ ადვილარს მის წინაშე აღდგინება იმ მკვდართაი, ვითარ განღვიძება იმ ძინარისაი, ვითარცა ლაზარესთვისცა იტყო და ვითარმედ, ლაზარე მეგობარმან ჩემმან დაიძინა. იოანე 11 მუნცა ძილად სახელსტვა სიკვდილსა, რაითა არღარავის ეშინოდის სიკვდილისაგან, ვინაითგან არღარა სიკვდილი არს, არამედ ძილი ეწოდების. რამე თუ ვინაითგან თავადსაცა ეგულებოდა ხილად გემოი სიკვდილისაი, ამისთვის წინაითვე სხვათა გვამთა მიერ ასწავებს მოციქულთა, რაითა არღარა ეშინოდის სიკვდილისაგან, რამე თუ მორაივი და უფალი ქვეყანად, ამიერითგან სიკვდილი ძილად შერაცხილარს. ამათ ესე ვითართა მიზეზთათვის ძილად უწოდა სიკვდილსა მას. ხოლო უგულისხმონი იგი ეკიცხევდეს მას. არამედ სახიერმან არავე შეჰრისხნა ურწმუნოებისა მისთვის, არამედ საქმით ამხილა მათი იგი სიცოცხე. არა შეჰრისხნა მოკიცხართა მათ, რაითა იგინიცა და მგოსნები იგი და ერი, რომელი ეტყებდა, ყოველნივე მოწამე იყვნენ სიკვდილისა მის, ვითარცა ლუკა იტყვის ვითარმედ, ვბასრობდეს მას, უწყოდეს, რამე თუ მომკვდარიყო. ლუკა 8:43 რამე თუ უმადლოება იგი და ურწმუნოება ჰურიათაი აურაცხელიყო და მრავალგზის შემდგომად ქმნისა სასწაულთა ისა არა ქმნასა სწამებდიან, ამისთვის წინაითვე განგებულებით იქმნებოდა დამტკიცება სიკვდილისა იმის, რაითა ვერ ვინ თქვას, თუ არა მომკვდარიყო. ეგრეთვე ლაზარესზე იქმნა, hrქუა მათ, სადაც დასტევით იგი, რაითა მათ თვით თქვან, მოვედ და იხილე, იოანე 11:34 და კვალად hrქვეს. როდისღა რამე თუ მეოთხე დღე არს იოანე 11:39 და ვერ უძლონ მერმე თქუმად, თუ არა მკვდარი აღადგინა. ეგრეთვე აქა ყოვლით კერძო დაემტკიცა და საცნაური იქნა სიკვდილი ღრმისა იმის, რაითა ყოველთავე ცნანძალი საკვირველებისა იმის. ამისთვისცა ხედვიდეს რა იმ მშობელნი მისნი, უპყრა ხელიო და აღადგინა ქალი იგი. მათე 9:25 არათუ სხვა იმისცა სული არამედ იგივე, რომელი განსრულიყო მისგან მოაქცია და ვითარცა მძინარე, განაღვიძა, რამე თუ ყოველივე ადვილარს მის წინაშე. და უბრძანა, რაითა სცენ მას ჭამადი, ლუკა 8:45 რაითა ვერ ვინ მოიგონოს, თუ უცნებაი არს საქმე იგი. და არა თავად მან მისცა, არამედ მათ უბრძანა მიცემად, ვითარცა ლაზარესზე hrქუა მათ, განხსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის, იოანე 11:44 რაითა ორივე მტკიცე და განცხადებულიყოს, მოკვდომაიცა და აღდგომაი. და ვერ ვისხელ ეწიფებოდის ორგულებაი, ანუ ურწმუნოებაი. ხოლო ლუკა იტყვის ვითარმედ, ამ ცნო მამა დედათა მისთა, რაითა არავის უთხრან საქმე იგი ლუკა 8:46 რაითა ყოვლით კერძო გვასწავს ჩვენ სიმდაბლე და არა გამოცხადება იქველის საქმეთა ჩვენთაი. სწავლაილა,
ვითარმედ არა ჯერ არს უზომოდ გლოვაი მიცვალებულთათვის, არამედ ლოცვაი მათთვის და ჟამის წირვაი. დააც უკვე ვინაიდან ამას სიტყვასა მოვედით, ნებავს მცირედ მათა მიმართ თქუმად, რომელნი უწესოდ და უზომოდ იგლოენ და ტყებასა იქმან მიცვალებულთათვის. გულისხმა ყავ, კაცო, ვითარმედ მაშინ უფალმანერი იგი მგლუარე და მტყებარი გარე განასხა. აც უკვე შენ ნუ მათ თანა განისხმი, არამედ ეგე პეტრეს და იოანეს და იაკობის თანა. უკვე თუ მაშინ იგინი განასხნა, არა უფრო ისადაც ქმნასა. რამე თუ მაშინ ჯერეთ არა საცნაურიყო, თუ სიკვდილი ძილად გარდაქცეულ არს, ხოლო აც მზისა უბრწყინვალესად ჩანს ესე და საცნაურ არს. გარნა არა გიხილავს შვილი შენი აღდგომილი. ნუ ამისთვის სულ მოკლე ხარ, რამე თუ უეჩველად აღადგინოს შენიცა ეგე შვილი უმეტესითა დიდებითა. რომელი იგი მაშინ აღდგა, კვალად მოვეკუდა, ხოლო შენი რა ჟამს აღდგეს, ეგოს უკუნისამდე უკუდავებასა შინა. ამიერითგან უკვე ნუ ვინ უზომოდ ტირნდა გოდებნ, ნუცა ძლევასა მას ქრისტესა დააკნინებ, რამე თუ მძლე ექმნა იგი სიკვდილსა და შემოსრა ყოველივე ძალი მისი. რაისათვის უკვე უწესოდ ჰგოდებ, კაცო? საქმე იგი სიკვდილისა იძილად შეცვალებულ არს, რად ეტყებ და იგლო. დაღაცა თუმცა წარმართნი იქმოდეს ამას, ბრალობა იჯერ იყო, ხოლო ოდეს ქრისტიანი იქმოდის საქმესა მას უჯეროსა, რა იღა ვინ თქვას ესოდენისა ამის უგულისხმოებისათვის. შემდგომად ესოდენთა ჟამთა და განცხადებულსა მას აღდგომისა სიმტკიცესა ჯერეთ უგულისხმოვეხარ, კაცო, და მტირალთა შემოჰკრებ და სახლსა დააბნელებ და წესიერებასა მას ჩვენსა საბასრობელ ჰყოფ. შვილნი წარმართთანი, რომელთა არა იციან საიდუმლო იგი აღდგომისაი, პოებენ სიტყვათა ნუგეშინის ცემისათა და ეტყვიან მგლუარეთა, თავს იდევ ახოვნებით, რამე თუ უკმოსლაი წარსულისა იმის არა არს, არცა კურნებაი საქმისა იმის გლოითა. ხოლო შენ, რომელსა სიბრძნე იგი საღმრთო იგისწავიეს, უმეტეს მათსა იქ მუშვერებასა მას და არა გრცხვენის, არცა შეიქდემ. რამე თუ ჩვენ არა ვიტყვით თუ, თავს იდევ ახოვნად, რამე თუ წარსულისა მის ხილვაი არღარა არს. არამედ ესრეთ ვიტყვით, თავს იდევ ახოვნად, რამე თუ შესვენებული იგი აღდგების უეჩველად, მიიძინა შვილმან შენმან, არა თუ მოკუდა. ვინაიდან განღვიძებაი ეგულების და აღდგომაი და ცხოვრებისა უკუდავისა მიღებაი, არა ძილი არსა საქმე იგი. ისმინე, რასა იტყვის წინა ის წარმეტყველი, მოიქეც სულო ჩემო, განსასვენებელად შენ და რამე თუ უფალმან კეთილი გიყოს შენ. ფსალმუნიას 14:7. წინა ის წარმეტყველმან სულისა მიერ წმიდისა სიკვდილსა განსასვენებელ უწოდა და კეთილის ყოფა და შენ რასა იგლო. ეშმა კი იგლოვდინ, იგი გოდებდინ და ტიროდენ, ხედვიდეს რა იცხოვრებად საუკუნოდ მისვლასა ჩვენსა, მის და მიცემულ არს გლოაი საუკუნოი, ხოლო შენ რომელი განსასვენებელსა მიმავალ ხარ და გვირგვინისა მოღებად გეგულების, რაისათვის იგლოვ ამიერ განსრულსა მასზე და არა ხედავა რაოდენითა ბოროტითა სავსე არს სოფელი ესე და დღითი დღე უძვირესისა მიმართ წარემატების. და პირველითგან გამორაივის ხენით სამოთხით ჭირი და ურვაი დაგვესაჯა, ოფლთა პირისა ჩვენისაითა ჭამაი პურისაი ორი და სულ თქუმანი და მწუხარებანი და ჭირნი და მიერითგან ესე სასჯელი მოვალს და კვალად ამასზე და ჩვენცა განვამრავლენი ცოდვანი და მათ მიერ იშვნეს უმეტესნი ბოროტნი და აურაცხელნი მწუხარებანი. ხოლო მის საუკუნისათვის ესე ვითარი არა იგეს მას, არამედ ყოველივე წინააღმდგომი, ვითარმედ, წარხდა სალმობაი და მწუხარებაი და სულ თქუმაი, ესაია 35:10 და ინახი დგმიდენო აბრაჰამის თანა, მათე 8:11 და სასწლოი ითქუმის შვენიერი და ლამპარნი ბრწყინვალენი და ნათელსა შინა ყოფაი და ანგელოზთა თანა სიხარული.
აც უკვე შენ რაისათვის იგლოვ წარსულსა მას და იქმნ, რაითა სხვანიცა ძრწოდინ სიკვდილისაგან, ვითარცა ბოროტისა რაისმე საქმისაგან. ვითარ ვასწავლთ სხვათა უკვდავებისათვის, ოდეს ჩვენ უმეტეს ურწმუნოთასა გვეშინოდის სიკვდილისაგან. და რა ივხვოთო, ბუნებითი არს საქმე ესე. ნუ იყოფინ. უწესოი ესე და უზომოი არა ბუნებითი არს, არამედ ჩვენისა ვერაგობისაგან დაწესებულ არს. ხოლო ბუნებითი საქმე არს წესიერად და მდუმრიად ცრემლის ზომითი და ვედრებაი ღმრთისაი წარსრულისა მისთვის. ხოლო ქსურის თუ საყვარელისა მის ხილვაი, კეთილი მოქალაქობაი მოიგე და ადრე იხილო იგი. ხოლო აც ნუ უწესოდ იგლო, არამედ თავსა შენსა ნუ გეშინისეც მცნებისათვის ღმრთისა, გულის ხმა ყავ, ვითარმედ დაღაცა თუ აც არ ჰქმნა ესე, არამედ სიგრძესა ჟამისასა თავით თვისით ჰქმნა, და არარაი გაქუნდეს მაშინ სასყიდელი. რამე თუ არა ღმრთისათვის აიძულე თავი შენი, არამედ ჟამან დაგარწმუნა. ხოლო უკვე თუ აც მოხვიდე გულის ხმის ყოფად ჟამსა მებრძოლისასა და მადლობით შეიწყნარო, დიდი სასყიდელი მოიღო ღმრთისაგან, რამე თუ მოწყალებისა და მარხვისა და მღვიძარებისა და სხვათა ყოველთავე საქმეთა უაღრეს არს მოთმინებაი განსაცდელისაი მადლობით. გულის ხმა ყავ, რამე თუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოკვდა კაცობრივითა მით ბუნებითა და შეურებულიყო და იტყოდა, თანაც არ მხედინ სასუმელი ესე, მათე 26:39, გარნა არავე თანაც არ ხდა მიღებად სასუმელისა მის. და არა სიკვდილი ხოლო თავსიდვა, არამედ სიკვდილის საყვედრელი და მოკიდებითა ჯვარსაზე და რომელი მაშინ ფრიად საყვედრელად შერაცხილიყო. და პირველ ჯვარცუმისა ბევრეულნი ხვედრებანი და შეურაცხებანი თავსისხნა, რაითა ჩვენ გვასწავს ყოვლისავე განსაცდელისა თავსდებად. ხოლო მოღათ უკვდა, არამედ აღდგა კვალად დიდებითა დიდითა, რაითა მოგუცეს ჩვენ სასოებაი აღდგომისაი. უკვე თუ ამას ყოველსა არა ურწმუნო ხარ, ნუ სტირდა ჰგოდებ შესვენებულთათვის. უკვე თუ ჰგოდებდე ვითარ დაარწმუნო წარმართთა, ვითარმედ გრწამს. მითხარღა უკვე თუმცა მეფემან ამან ქვეყანის ამან მოავლინა და მიუწოდა შვილსა შენსა სამეუფოდ პალატად, სტიროდემცა და ჰგოდებდი? ნუ იყოფინ. არა უწყი უკვე თუ სრულიად ვინსულელიყოს და უმეცარ. ხოლო აც ანგელოზნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ და მიუწოდენ მონასა მას ღმრთისასა, რაისათვის უკვე სტირ შენ. არა უწყია ვითარ დიდი საიდუმლოი აღესრულების. ვითარ საშინელი და შესადრწუნებელი და ღირსი გალობისაი და სახე დიდი სიბრძნისა მის საღმრთოისაი, ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაისაგანმე და მივალს მეუფისათვის ისა. და შენ ხედავ საიდუმლოსა მას და სტირ. არა ტირილისაი არს ჟამი იგი, არამედ მადლობისაი. ხოლო ოდეს იშვებოდის ყრმაი, მაშინ რად არა სტირდა იგლო. რამე თუ ესეცა შობაი არს, ფრიად უაღრესი მის შობისა, რამე თუ მივალს ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, განიხსნების ვითარცა საკრვალთაგან, განვალს დილეგისა ამისგან, გან თავისუფლდების ღვაწლისაგან და მივალს განსვენებად. რამე თუ ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდის რაი ეგრეთვე სული, განვიდის რაი ხორცთაგან გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეუფე შარავანდედითა შერაივალ პალატად შემკობილი, ესვეთ არს სული, განმავალი ხორცთაგან და მიმავალი ღმრთისა. ამის უკვე ესე ვითარისა საქმისათვის რად იგლო, კაცო და ჰგოდებ, და არა უფრო ისად ჰგალობ და ჰმადლობ უფალსა. ხოლო უკვე თუ ესრეთ მეტყვი ვითარმედ, ეგე რომელსაც არ მოიტყვი მართალთათვის არს, გარნა უკვე თუ წარსული იგი ცოდვილიყოს, რა ის თქვა, არა ვტიროდია და ვგოდებდე? ეგრეთ ვიტყვი მე ვითარმედ, და ღაცა თუ ცოდვილი იყო, უმჯობესივე იქნა მისთვის სიკვდილი,
რაითა არა უმეტესნი შეიკრიბნეს ცოდვანი, რამე თუ უკვე თუმცა იცოდა ღმერთმან. თუ მოიქცევი სინანულად, ნუ იყოფინ, თუმცა წარიყვანა უნანელი, არამედ იცოდა სადმე ვითარმედ უძვირესისა მიმართ წარემატების და ყოწყალობაი მოაწია სიკვდილი, რაითა არა უმეტესად ცოდვილი ქმნას და უმრავლესისა სატანჯველისა ღირსად გამოჩნდეს. გარნატირილსა მისთვის არა გაყენებ, არამედ ვხედავ ვითარმედ არა მაგით გულის სიტყვითა იგლოვდა სტირ. უკვე თუ არა ყრმისა მცირისა და უმანკოისათვის რაისა სტირ. და კვალად, ოდეს ვინ ახალნათელღებულთაგანი აღესრულოს, რაც სტირ. არა უწყია ვითარსა სიხარულსა მივლენ ესე ვითარნი იგი სულნი. ამით ვსწნობ ვითარმედ კაცობრივითა გულის სიტყვითა და არა ცოდვათათვის არს გლოაი ეგე და ტირილი. უკვე თუ კულა ჭეშმარიტად ცოდვილისათვის ოდენ სტირ, ოდეს ცოდვასა შინა აღესრულოს და ესე არს მიზეზი გლოისა შენისაი, არავინ არს ამას ზედა მაყენებელ შენდა, გარნა ამის პირისათვის არცა მტირალთა შეკრებაი ჯერ არს, არცა უწესოდ ქმნაი გოდებისა იმის. არამედ ოდეს მარტოებით იყო სახლსა შინა შენსა. ესე ვითარი გლოაი საღმრთო არს და მოციქულთა მიერ დაწესებულ. ცრემლო და იესუცა იერუსალიმისათვის რამე თუ ხედვი და წარწყმედასა მისსა და მოციქულნი იგლოვდეს ცოდვილთათვის. ესე საქმე ჭეშმარიტ არს. გარნაოდეს სიტყვათა იტყოდი შეუმსგავსებელთა ამის გულის სიტყვისათას სიჭაბუკესა მისსა სტიროდი, თანამოღვაწეობასა მისსა იტყოდი და სხვასა ესე ვითარსა ვითარ მრწმენეს, თუ ცოდვათა მისთათვის სტირ. უკვე თუ ცოდვათათვის სტირ, მეცა თანაშემწე გეყო, რამე თუ ესე ტირილი კეთილარს. გარნა თუ ესე ვითარი გაქუს გულის სიტყვაი, რად არა სიცოცხლესავე მისსა ასწავლიდი მოგცევასა ცოდვათაგან, არამედ მიუშვი ცუდად და ამაოდ წარწყმედად დღეთა ცხოვრებისათვის ისათა ცოდვათა შინა, დააც, განრაივი და ამიერ. ოდეს არღარა უფალ არს მოგცევად და სინანულად, აწღა იგლოვდა სტირ. გარნა აწღა, უკვე თუ გენებოს ისწრაფელ ხინებად მისა სატანჯველთაგან, აღასრულენ მისთვის ვედრებანი და ლოცვანი, მიეცგლახაკთა, დაღაცა თუ იგი უღირს იყოს, არამედ შენი ვედრება ისმინოს უფალმა. მისთა საფასეთაგან გინა თუ შენთა, ყავ მისთვის მოწყალებაი და ასხი წყალი ცეცხლსა მას, არა აქვს ქველის საქმეთვისი, ბარეთვის და მისთაი აქუნდინ, არა ჰქონან მოწყალებანი მის მიერ ქმნილნი, აქუნდინ მისთვის ქმნილნი იგი. რაოდენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებარს უმეტესი უხმს ქველის საქმე, რამე თუ არა აქვს ესე ვითარი ძალი მისთვის ქმნილსა ამას, ვითარ აქუნდა, თუმცა მის მიერ ქმნილიყო, რამე თუ არა სწორ არს თავით თვისით ქმნაი ქველის საქმისაი და სხვათა მიერ მისთვის მიცემაი. ვინაითგან უკვე ფრიად უდარეს არს ესე, ამისთვის უმეტესად ფრიად ჯერ არს ქმნაი. შემოკრიბენ გლახაკნი, არქო სახელი მისი, აღადგინენ მრავალნი მეხვიშნენი, ისმენს უფალი ამასცა ვედრებასა, და ესეც ამისისა სახიერებისა საქმე არს რომელ ლოცვათა და ცრემლთა მიერ გლახაკთასა, ობოლთა და ქურივთასა ულხენს შეწოდებულთა, რაითა უმრავლესნი გზანი ცხოვრებისანი გვიჩვენეს. ნუ იტყვი, თუ გლახაკი ვარ და არა მაქვს საფასე, მრავალგზის მithქვამს ვითარმედ მოწყალებასა არა საზომისა მისებრ მიცემისა ისა შეჰრაცხებს ღმერთი, არამედ ძალისაებრ და გონებისა მიმცემელისა მის. ძალისაებრ შენი საქმენ მოწყალებაი, მოუწოდე მღვდელთა, რაითა აღასრულონ მისთვის უსისხლო იგი მსხვერპლი, არა თუ ცუდად აღესრულების წმიდა ჟამისწირვაი შესვენებულთათვის, არა თუ ცუდად აღესრულებიან ვედრებანი და მოწყალებანი. ესე ყოველი სულმან წმიდამან განაწესა, რაითა ურთიერთას სარგებელ ვეყოფოდით. მას შენ მიერ სარგებელი ყოფის და შენ, მის მიერ, რომელ წესსა და მცნებასა სიყვარულისას აღასრულებ. ხოლო ნუ იჭვეულ ხარ და იტყვი, ნუ უკვე არას ერგების მას.
არა ცუდად ღაღადებს დიაკონი და იტყვის ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და რომელნი ხსენებასა მათსა აღასრულებენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ. არა დიაკონი ღაღადებს ამას, არამედ მადლი იგი სულისაც მიდისაი. წინამდებარე არს მსხვერპლი იგი დიდებული, მომდგომარე არიან ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, წინაშეძე საღმრთისასა, ცრწოლით მსახურებენ და მაშინ ღაღადებს დიაკონი ამას ვედრებასა და ვინცა თქვა, თუ ცუდ არს და უსარგებლო. უკვე თუ ესე ცუდ არს, სხვა იცა სადმე ყოველი ცუდ არს, რომელსა ვევედრებით ეკლესიათათვის, მღვდელთათვის, მეფეთათვის და ყოვლისა ერისათვის, ნუ იყოფინ, თუმცა ცუდ რაიმე იყო. ყოველივე ჭეშმარიტ არს, ყოველივე სარწმუნოებით აღესრულების. ხოლო რა ის თქვა, რომელი იგი მოწამეთათვის შევსწირავთ ჟამის წირვასა? დიდი პატივი არს მოწამეთა იცა, უკვე თუ მას ჟამსა იხსენენ. ამისთვის ვახსენებთ მოწამეთა და ყოველთა წმიდათა. ოდეს მეუფე საკურთხეველსა ზედა იყოს საშინელი იგი საიდუმლო აღესრულებოდის, დიდი პატივი არს წმიდათაი, რომელნიცა იხსენენ, ვითარცა იგი დაჯდის რაიმე ფეძლევით შემოსილი საყდართა ზედა. და დღესასწაულსა ძლევისა მისისასა აღასრულემ და შეასხმიდიან ერნი და სპანი და არ სიხარული დიდი, მაშინ იდიდებოდიან, რომელნიცა ზიარ მისისა მის ძლევისა იქმნეს და განთავისუფლდებოდიან პრობილნი, რომელნიცა ხსენებული იქნიან სიხარულისა მისთვის. ხოლო აღრა იდგის მეფე სერისა მისგან, არღარავინ იკადრებ მოხსენებად მისა პრობილთა მათთვის. ეგრეთვე ვიდრემდის მსხვერპლი იგი საიდუმლოისაი წმიდასა საკურთხეველსა ზედა ეგოს და იქა დაგებოდის ქადაგება იგი დიდებული, ვითარმეტ კაცთათვის მიეცა მეუფე სიკვდილად და დახსნა სიკვდილი, რომელესე არს ხსენება იძლევისა მისისაი, ვითარცა იტყვის. რავდენ გზის სჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმალსა ამას, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდით. პირველი კორინთელთა მიმართ 11:26 მაშინ რომელნიცა წმიდათაგანი იხსენენ, დიდი პატივი არს მათთვის. მასვე უკვე ჟამსა მის საკვირველებისასა ჯეროვნად იხსენებიან შეცოდებულნიცა და ვპოებენ ლხინებასა. აც უკვე ნუ ცუდად ანუ ლიტონად შევვრაცხებთ საქმესა ამას, არამედ სარწმუნოებით ავასრულებდეთ და ამით ნუ გეშინის ვცემდეთ მიცვალებულთა მათ, ცრემლთა წილდა გლოისა და სამარეთა შემკობისა ავასრულებდეთ მათთვის ჟამის წირვასა, ლოცვასა, მოწყალებასა, რაითა იგინიცა და ჩვენ ღირს ვიქნეთ საუკუნესა ცხოვრებასა მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურჩვენის დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.